მსოფლიოს არ არის დემოკრატია. მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა Georgia First-ი გთავაზობთ გადაცემას მილენიალს. მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩვენი მეგობარი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი. უფრო ფილოლოგი არბათ. დიპლომით ფილოლოგი ვარ. კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი ლევან გიგინეიშვილი. მადლობა რომ მოხვედი პირველ რიგში, ლევან. და რაზე მინდოდა საუბარი? პირველ რიგში მინდა იმაზე საუბარი დავიწყო. ესე შევამზადო თემა, რომ არსებობდა უფრო სწორედ ესეთი მოაზროვნე კაშმიტი, რომელსაც აქვს პოლიტიკური თეოლოგია, ესეთი დაწერილი, სადაც ამბობს, რომ რეალურად ყველა პოლიტიკური იდეოლოგიას არ უნდა იყოს. მიზანი არის მაინც შეფერილი რელიგიური მიზნები, რაც ადრე რელიგიას ჰქონდა, მისი შეიძლება მატერიალიზებული სახის მიცემა შეიძლება, ხო? ანუ ამ ქვეყნიური სამოთხე, ან რაღაცა უკვდავების პოვნა, პოსტჰუმანიზმი მაგალითად უკვდავების ფორმულის ძიება, ხო? მაგრამ შინაარსობრივად შმიტი ამბობდა, რომ პოლიტიკა არის რელიგიური მომენტი, კი, ეს შეიძლება დამალული იყოს, მაგრამ მაინც შინაარსობრივად ესაა რელიგიური მომენტი. ჩემთვის ახლა რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო უყურებ საზოგადოებას და შენც არაერთხელ თავდასხმის ობიექტი გამხდარ ხარ სხვადასხვა ძალების მიერ და არ მარტო მე მგონი ისეთ ადამიანს ვინც გიცნობდნენ, ხო? ხშირ შემთხვევაში მეც ვფიქრობ ხოლმე, აი რა დაუშავე მაგ ადამიანს და ესე განსხვავებული აზრის გამო როგორ შეიძლებოდა და შეიძლება თავს დაგესხეს და სულ ვფიქრობ ერთ რაღაცას, რომ თუ კი მართლა პოლიტიკური სივრცე, რელიგიური სივრცეა, ხო? ეს რელიგიური სივრცე, ან ფსევდორელიგიური, რა ვიცი, სხვა ბევრი ტერმინი შემიძლია აღწერო, ამ სივრცეს ხომ აქვს საკუთარი წარმოსახვა. და თუ შენ ესე წარმოისახავ პოლიტიკას როგორც რელიგიურ ელემენტს, სადაც ბნელეთი და სინათლე ერთმანეთს უპირისპირდება და რაც შენ წარმოდგენა სინათლეზე არ ემთხვევა, მისგან განსხვავებული ის არის ბნელეთი და ისა ბოროტება, მაშინ აქ რეალობას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შენ თუ ამბობ რომ რაღაც განსხვავებულს, რომელიც ამ სინათლის რაღაც მის პირად სინათლის წარმოდგენებში არ შედის, მის რელიგიურ საკრალურ საკითხებში არ შედის, შენ ავტომატურად გამოდიხარ. შესაბამისად, რეალურად ებრძვიან არა რეალურ ლევან გიგინეიშვილს, არამედ ებრძვიან ხდება ბრძოლა მათ რაღაც რელიგიურ წარმოდგენებში, სადაც ლევან გიგინეიშვილი უკვე აღარ არის პიროვნება, არამედ არის უკვე რაღაცა სუბსტანცია, შინაგანი სიტუაცია, რომელიც ხმას მის სინათლეში არ ჯდება, ესე ვთქვათ. არ ვიცი, ჩემზე გამოიტანე, მაგრამ მე რა თქმა უნდა არის ეს მომენტი, ერთ გამოთქმა გამიგია ვისი ნათქვამი არ არის, მაგრამ მე რამარაში უწერია ეგეთი რაღაცა, რომ ბოროტება არ არის რაღაცა სიბნელეო, ბოროტება არის სინათლით დაბნელებაო. სინათლით დაბნელება, ესე რუსულად წავიკითხე, ასლიპლიონნე სვეტამ. ანუ რაღაცა ცრუ სინათლით ხარ დაბნელებული, გონია რომ ეს სინათლე არის აი განსაზღვრო სამყაროს და ყველაფერი ეს არის, მაგრამ ეს ყველა შეიძლება დაემართოს. ამიტომ ბიბლიაშიც კი როცა კითხულობ სახარებას, რომ თავის უახლოეს მოწაფეებს მიმართავს უფალი, რომ კარგად დაუკვირდე სინათლე, რომელიც თქვენშია, ხომ არ არის სიბნელე. ანუ ის რაც თქვენ გატარებს, რა დრაივიცა გაქვს, ასე რომ თავარი წარმართული გამკაჩავი ძალა, რასაც მიყავ ხარ, ხომ არ არის სიბნელე. დაუსვი მას შეკითხვა. შენც არ აღარ გარანტია კი, მასთან დადიან ასწავლის ამ 12 მოციქული და 12 მოციქულის კი საფრთხის ქვეშაა, რომ აი თუ რაღაცა არასწორი სინათლე ჩათვალონ ნამდვილად და ის გახდეს მათი წარმართველი ძალა. მაგალითად, თვითონ თავისივე უახლოესი მოწაფეები ვერ ხვდებიან მის მისიას და ჯვარცმამდე ორი კვირით ადრე ძალიან ახლო ჯვარცმამდე ეუბნება ყველაზე ახლო მოწაფეები იაკობ და იონე, რომ აი მეფე რო გახდებიო, მე ერთი მინისტრი ვიქნები და ჩემი ძმა მეორე მინისტრი იყოსო. დედამისს თხოვეო, რომ მინისტრებად დაგუსვასო ყველაზე ახლოს და არ ესმით, რომ ეს არ არის მიწიერი სამეფო, სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი, რაც შინაგან გარდაქმნაზე. და შინაგან თუ არ გარდაიქმნი, რაც უნდა დიადი და ძლევამოსილი ისრაელის სამეფო აღადგინო, არაფრად არ ვარგა, არაფერი არ არის ეს თუ შინაგანად არ ხარ გარდაქმნილი და აი ეს რო არ ესმით რაღაცა ხდება ჩანაცვლება ამისი და აბსოლუტის ადგილს იკავს, ნამდვილი აბსოლუტის ადგილს იკავს კვაზი აბსოლუტი ცრუ რაღაცა კერპი.
ტრადიციულად ამას ქვია კერპი. იმიტომ რომ ადამიანის ბუნება ისე არის მომართული, რომ ნეტა როგუცნეს აქ შფოთავს ჩვენი სულიო სანამ არ იპოვეს ნავსადგურ შენში ღმერთო, იმიტომ რომ ჩვენ უსასრულობისკენ ვართ მიმსწრაფებულები, ჩვენ ღვთისმსახურებისკენ ვართ მიმსწრაფებულები ბუნებრივად და ღვთისმსახურება ნიშნავს უსასრულობასთან გაქვს ურთიერთობა. ღმერთი გენატრება, ასე ვთქვათ, ხო? და ასე ვთქვათ კი არა ასეა, როცა აუგუსტინე ამბობს, არა და როცა ეს მონატრებას არ მიაღწევს თავის მიზანს და ჩანაცვლდება რაღაცა სხვით აუცილებლად. არ შეიძლება კერპით არ ჩანაცვლდეს. აი, ნიჩეს აქვს. ევროკავშირი ახლა შენაძის კერპია? ევროკავშირი ყველაფერი შეიძლება კერპი გახდეს, ამიტომ ვამბობ, რომ თვითონ ქრისტე შეიძლება კერპად აქციო. ქრისტე, ამიტომ უნდა თქვენ ჩემთან დადიხართ, მაგრამ იქნებ ის, რაც თქვენ ჩემზე ფიქრობთ, ცრუ სინათლეა. იქნებ კარგად დაუკვირდით ის სინათლე, რომელიც თქვენ გონიათ, რომ კარგი თავი კუჩი გაქვთ, მე დამყვებით და რაზე. სწორედ გესმით, მე რასაც გეუბნებით? არ ესმოდათ სწორედ. ბავშვებს არ უშუქებთ მასთან, ხო? და თქვენ ეუბნებოდა ბავშვები უნდა მოუშვათო ჩემთან, თქვენ რა სტრუქტურები გაქვთ თავში ისეთი, რომ ბავშვებს არ უშვებთ ჩემთან. და ასეთები თუ არ იქნებიდო, პირიქით, თქვენთანაც ყველა დამყვებითო, თქვენთანაც ვერსად ვერ შეხვალთო. ანუ რაღაცა თავიანთი თეორიები ქონდათ ქრისტეზე და ამიტომ ბავშვებსაც კი არ უშვებდნენ მასთან. ძალიან კაი სიმბოლოა ეს, რომ ბავშვი კვდება, ასე ვთქვათ, ქრისტესთვის, იმიტომ რომ მათ თავისი სიმბოლოები აქვს და რაღაცა გავგებარი რაღაც თავიანთი მოგონილი სტრუქტურები, რითიც თვითონ ქრისტეს ახშობენ. ამიტომ ყველაფერი შეიძლება თუ არ დაუქვემდებარე ასეთ განხილვას, ანალიზს, რაღაცა მყუდრო წერტილში დაკვირვებას. თუკი დაუქვემდებარე და მაინც ისეთი აზრი გამოიტანე რომელიც შეიძლება არც იყოს ქრისტიანული ან სხვა იყოს. ძნელია, იმიტომ რომ ხანდახან ბევრი ემოციები არის ჩართული. ბევრი ემოციაა ჩართული და ინტერესები გაქვს ჩართული, რაღაცა საკუთარი რაღაცა ძალიან ფუნდამენტური განცდები, არ ვიცი, არ გინდა რაღაცა ინფორმაცია მიიღო, იმიტომ რომ ემოციურად იქახარ და არა აქ და ამიტომ ეძებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც დააკმაყოფილებს ამ შენ წინასწარ მოცემულ რაღაცა განცდას, უნებას. მაგალითად, შენ თუ გინდა რომ აუცილებლად რონალდო უკეთესი იყოს ვიდრე მესი, კი არ შეხვალ ინტერნეტში და კი არ დასვა შეკითხვას, რომელი უკეთესი ფეხბურთელია, რონალდო მესი, ანუ დასვა შეკითხვას, მითხარი მიზეზები, 10 მიზეზი, რატომ არის რონალდო მესიზე უკეთესი, არა, და გამოგიგდებს უამრავ რაღაცა საიტს, სადაც ამაზე გეტყვიან. ანუ ვაჟკაცობაა, საჭირო სხვა ტიპის ვაჟკაცობაა. ვაჟკაცობა შეიძლება ორნაირი ვაჟკაცობა ბრძოლის ველზე გახვიდე და მოყვას ისვის თავი დადო, ეს ერთი ვაჟკაცობაა, მაგრამ მეორე ვაჟკაცობაა დაუსვა კითხვა საკუთარ თავს და საკუთარ ყველაზე ფუნდამენტურ შეხედულებებს. და ეს ამ ტიპის ვაჟკაცობა საჭიროა. დევან, აი ფსიქოლოგიზმებშიც რო გადავიდეთ. აი გამოკითხულთ ამერიკაში გამოკითხვები ჩატარდა და 40%-ს არ ქონია საკუთარი ხში და ხმა. არასდროს არ ქონია საკუთარ თავთან საუბარი. მე ხარ არ ვიცი ეს რამდენად სწორია, რამდენად შეიძლება იყოს ესეთი ავტორიტეტული, მაგრამ ნუ რაც არის გავრცელებული ესეთი. მე ჩემი ხედვა ესეთია. ადამიანები ონტოლოგიურად ხშირად ერთმანეთზე განსხვავდებიან. განსხვავდებიან მათი წარმოსახვის უნარებით. შეიძლება ერთი და იგივე ინფორმაცია აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გადამუშავდეს. აბსოლუტურად სხვადასხვანაირი შედეგი მიიღო ერთი და იგივე ინფორმაციით. და ჩვენ ხედავთ მთელი კაცობრიობის ისტორია, ეს არის პრინციპში რაღაც მსგავსი ინფორმაციის სხვადასხვა გადამუშავებელი მეთოდები. თუნდაც ქრისტიანობა ავიღოთ. ქრისტიანობაში მე მგონი 40,000-მდე სხვადასხვა განშტოება იყო უძველესი დროიდან დღემდე, ხო? და შესაბამისად ინფორმაცია თითქმის ერთი იყო, ხო? მაგრამ სხვადასხვა ინტერპრეტაცია განსხვავებული. შესაბამისად, აქ მე მგონი შემოდის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ინტერპრეტაცია, ანუ ონტოლოგიურად, ესე იგი, სხვადასხვა ონტოლოგიის ადამიანები სხვადასხვანაირად ამუშავებენ. მაგრამ სხვადასხვა ონტოლოგია, ჩემი აზრით, მაინც ოქსიმორონი არის. სხვადასხვა იდეოლოგია შეიძლება იყოს, ონტოლოგია ერთია, ერთია რა. ანუ აი ეს იმ ტრადიციაში, რაც მე მივაჩნია, სწორი ტრადიცია არის. ჰერაკლიტე რო ამბობს, ყველანი თუ სწორედ დაუსვათ შეკითხვას რეალობას, ლოგოსი ერთიანობა, ყველანი მივალთ დასკვნამდე რომ 2x2 4, ასე ვთქვათ. ყველანი მივალთ დასკვნამდე რომ რეალობა ერთია. ანუ 2x2 4, თავისუფლება არის თქვა რომ 2x2 4, ორველის ცნობილის გამოთქმა რო არის, ხო, 1984-ში. აი ეს რა მიღწევა ჭეშმარიტების, აი ეს განცდა რომ ჭეშმარიტება არსებობს და მის სწორად თუ დაუსვა შეკითხვას და სწორად თუ გამოიკვლე მას, მიაღწევა მას და ეს რასაც მიაღწევა, მე
თარგმანებადია მთელი კაცობრიობის ენაზე და კაცობრიობა შეგვიძლია გაუზიარო, ესაა ძალიან სწორი და ჯანსაღი ინტუიცია. ამიტომ ონტოლოგია ერთი არის, მაგრამ იდეოლოგიებმა შეიძლება სხვადასხვანაირი რაღაცა სხვადასხვანაირად წარმოაჩინოს და იდეოლოგიებში ყველაფერი ის არ არის სიმცდარე. აქ არის რაღაც აქცენტები რაღაცა, მაგრამ შეიძლება ამიტომ ცდარი აღმოაჩინო, რომელი იდეოლოგია, რომელი ხედვაა სწორი ამ ამ საკითხზე. მაგალითად ავიღოთ, რა არის ის პრინციპი, რის გამოც აბოთფილელი გახდა ქრისტიანი. შენ თუ აიღებ აბოთფილელს, რომ აბოთფილელი იტყვის, რომ ისლამი აპრიორი მართალია, ყველაფერი რაც ყურანში წერია და რაც ჩემი ტრადიცია მონება, აპრიორი მართალია და მე მას კითხვას არ უსვავ, შანსი იმის, რომ აბოთფილელი გახდეს ქრისტიანი არის 0. მაგრამ თუ აბოთფილელი ძალიან ისეთი მეცნიერულად განწყობილი ბიჭი იყო, ხო, რაღაცა ალქიმიკოსი იყო, ეს მენელსაცხებლე ნიშნავს, რომ ალქიმიას მისდევდა, ანუ ცდებს ატარებდა, იკვლევდა, აბა ამ ნივთიერებას თუ შეურევ, რაც მივიღებ რაღაცა. აქაც უფრო ფუნდამენტური შეკითხები დასვა, აი, გვაქვს ორი ტრადიცია, ერთი და იგივე ხალხზე, დავითზე, სოლომონზე, იესოზე. ქრისტიანები ამას ამბობენ, ჩვენ ამას ვამბობთ. მოდი გავრისკავ და დავსვავ შეკითხვას ასე. მოდი დავიკავებ რაღაცა ისეთ ტრანსცენდენტულ პოზიციას. მე არც მუსლიმი ვარ, არც ქრისტიანი, ამოვიგლიჯავ თავს ამ ტრადიციიდან, დავსვავ რაღაც აი ლოგიკური სხივით ამ შეკითხვას. რაღაც იმ სხივს მოვენსახურები, ასე ვთქვათ. და მე რაც აღმოვაჩენ, ვინ უფრო მართალია ამ შემთხვევაში იესოზე რო ლაპარაკობს. ყურანი თუ ქრისტიანების ნაწერები და ამითი მივიდა აბოთ ქრისტიანობამდე, რომ დასვა ესეთი ძალიან ვაშკაცური შეკითხვა. თავის ტრადიციასაც კი შეკითხვა დაუსვა. ზირა არსებობს მაშინ ესეთი კონტრარგუმენტი. არსებობს პირიქით ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანობიდან ისლამს გადავიდნენ. და არსებობს შეიძლება კი ბატონო, მაგრამ უნდა შევაჯეროთ, უნდა ვილაპარაკოთ. მე ჩემი წარმოდგენა, ესე იგი, მივხვდი რა განსხვავება ჩვენს წარმოდგენას შორის. ჩემი წარმოდგენით, რეალობა როგორც ასეთი, ადამიანის მიღმა ანუ განსხვავება აქვს, ერთი არის ფენომენი და ერთი არის ნოუმენი. ნოუმენი, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენს მიღმა, ჭეშმარიტება არსებობს, მაგრამ რადგან ადამიანები ვართ, ჩვენ ფენომენებთან აგვაქვს ურთიერთობა. ანუ ფენომენი აუხსნას. კი, მაგრამ იგივე კანტი იტყოდა, რომ ეს ფენომენები, როგორც ცხადდება ჩვენში, არის აუცილებლობა, იმიტომ რომ ყველანი ერთნაირად ვართ მოწყობილები ჩვენი აპრიორული სტრუქტურებით. ადამიანში აპრიორული სტრუქტურა ერთნაირია, გინდა აიღე ინდოელი, გინდა აიღე ევროპელი, ყველას გვაქვს აპრიორული სტრუქტურები, რაღაცა რაც რაც ღვთიური სტრუქტურები შეიძლება დაარქვა, წმინდა რაღაცა, წმინდა გონება ამ გქია, ხო? მოდით მათ შენ ესე ვთქვა, თუ ეს სტრუქტურა იმაში მდგომარეობს, კონტრასტის პრინციპი მაგალითად, საკუთარი რეალობა თვითონ შექმნას, თუ ესაა სტრუქტურა, ერთნაირი, რომ თავისი რეალობა თვითონ უნდა შექმნას, მაშინ ეს რეალობები ყოველთვის განსხვავებული იქნება. თუ სტრუქტურა ეს არის, კანტისთვის არა, იმიტომ რომ კანტისთვის მართალია, კანტიდან ერთი ნაბიჯია პოსტმოდერნამდე, იმიტომ რომ შენ თუ იტყვი, რომ თვითონ ეს ჩემი აპრიორიები არ არის აპრიორიები და ყველა სხვადასხვა თავისი კულტურით განსაზღვრული აპრიორიები აქვს, მაშინ მიიღებს პოსტმოდერნის, ბევრ სამყაროს, ასე ვთქვათ, სადაც ერთი ონტოლოგია არ არის. კანტი აქამდე არ ნდის, კანტი ამბობს, რომ ყველა ადამიანში არის დრო და სივრცისთან ერთნაირი გაგება დაუშვათ, სუბსტანციის და ატრიბუტების ერთნაირი გაგება. ანუ მას ასე მიაჩნია, შეიძლება ცდება თუ რა არის, მაგრამ მისი აზრით მთელი კაცობრიობა ამ ჭიქას რო უყურებს, გინდა აიღე ინდოელი, გინდა იაპონელი, ყველანი იტყვის, ეს არის ჭიქა, რომელიც არის გამჭვირვალე. და არ იტყვის, რომ მე მიჭირავს ხელში ცივი გამჭვირვალეობა. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ეს არის წყლის სული. აბსოლუტურად სხვა ინტერპრეტაცია. კი ბატონო, ეს სხვა საკითხია შეიძლება, მაგრამ იმ განზომილებაში ის განზომილება ყველას ესმის, ეს არის ჭიქა, ეს არის ჭიქა, რომელიც არის ასეთი და ასეთი, ანუ ესაა სუბსტანცია, ატრიბუტები აქვს. კანტი შეიძლება ცდება, მაგრამ მე ვამბობ, ის როგორ უყურებს ამ სამყაროს, ის უყურებს, რომ მთელ კაცობრიობას აქვს ერთნაირი აპრიორული სტრუქტურები, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ არა მარტო ამ ფიზიკურ რეალობაზე როგორია და არამედ მორალურ რეალობაზეც კი შევთანხმდეთ. იმიტომ რომ ის მეთოდი, რასაც კანტი ეუნება მთელ კაცობრიობას, მარტო გერმანელს ან ევროპელს კი არა, ყველას ეუნება. შენ გინდა რომ ის შენი შეხედულება, რომელიც გაქვს ამა თუ იმ საქციელზე, გახდეს უნივერსალური კანონი მთელი კაცობრიობისთვის. ამას უსვავს ამ კითხვას იაპონელსაც. და თუ გაუძლო ამ გამოცდაზე, მაშინ იაპონელიც მისვლა კატეგორიულ იმპერატივამდე. ანუ კანტმა დაიტოვა ეს რაღაც მეტაფიზიკური რაღაცა წკრიალა ხმა, ღვთიური რაღაც, რომ აი ჩვენში ეს ღვთიური სტრუქტურები მთელ კაცობრიობაში ერთნაირია. როგორც კი შენ იტყვი, რომ ეს სტრუქტურები გაპირობებულია კულტურით, მიიღებ პოსტმოდერნის. ხო, არა, პოსტმოდერნი მივიღეთ ლოგიკურად მაშინ. ჩემი წარმოდგენებით, აი იგივე გაიდოიჩეს ესეთი ენათმეცნიერი, რომელმაც თქვა, რომ
ნუ ჰომეროსში ძველ ბერძნულში არ არის ზღვისფერი, ხო, სიტყვა. და ეს ზღვისფერში ჩანაცვლებულია მელანი რაცა ღვინის ფერით ან შავი ფერით და რაღაცა. ასევე ცისფერი, როდესაც ავიღოთ, ხო? ზოგ კულტურებში საერთოდ ცას ფერი არ აქვს. ანუ ეგეთი მომენტი არის, რომ ნუ ის გაიდოჩი აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობს, ის ამბობს, რომ ენა განსაზღვრავს რეალობის აღქმას. და თუ იმ ენაში, კონკრეტულ ენაში არ არის რაღაცა განსაზღვრელი, იქ რეალობა, რაღაცა რეალობები არის დაფარული. კი, მაგრამ იგივე ბერძნულ ტრადიციაში არის ხედვა, რომ ენის მიღმა არის კიდე გაგება იდეის. ანუ ენის მიღმა შენ რო გესმის ცნება. უენოთაც კი გესმის. აი, ამიტომ პლატონი მაგალითად დავიღოთ, რომ აი სოკრატეზე შორს რატო წავიდა პლატონი? სოკრატე ამბობს, რომ მე თუ ვამბობ, რომ საგანი ვიცი, უნდა ამ საგანის დახასიათება შემოგვიგოს სიტყვებით. და მაგრამ პლატონისთვის არ არის საკმარისი რომ მოუგო სოფისტებს, იმიტომ რომ შენ თუ სიტყვებით დაახასიათე რაღაცა, ის თითოეულ ამ სიტყვაში გამოგიკიდება მე და აბა რას გულისხმობ ამ სიტყვაში, დაუშვათ მაგიდა არის საგანი, რომელიც გამოიყენება, რა ვიცი, რაღაცის დასადებად. გეტყვიან საგანი რა არის, დადება რა არის და გაგხლართავენ ის რომ ვერაფერს ვეღარ ახსნიან, დაიკარგებით უნდა ამ ახსნაში. ამიტომ სოკრატეს დეფინიციით მისვლა ცოდნამდე პლატონისთვის საკმარისი აღარ არის, იმიტომ რომ სოფისტებს ვერ ჯობნი ამით. ამიტომ პლატონი მიდის ასეთ ხედვამდე, რომ არის კიდე ჭრეტელობა, კონტემპლაცია, თვითონ ამ იდეის ჭრეტა ენის მიღმა. და თეორიას ავითარებს, ასე რომ ჩვენ უკვე ენის მიღმაც უკვე ვიყავით იმ სამყაროში, სადაც ამ იდეებს ჭრედით ადამიანური ენის გარეშეც. თავისთავად, ანუ ბუნებრივად ვენათესავებით რაღაცა სიმართლეებს. ამიტომ არის ეს ნოსტალგია გვაქვს ამ სიმართლეების მიმართ და ლოგოსი ენის garaში შეიძლება? ხო, რა თქმა უნდა, ეს კოსმიური რაღაცა, ეს ლოგოსი, ეს რაღაცა მონატრება, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მოვინატროთ ეს რეალობა სხვადასხვა ენებზე. ერთნაირად მოვინატროთ, მე მგონა რომ თავიდან იყო სიტყვა და ანუ აქედან მოდის რა სიტყვა ეს არ არის ადამიანური არტიკულირებული სიტყვა, ეს სიტყვა სხვა რაღაცა იგულისხმება. ჰერაკლე რა მოდის? სიტყვა შექმნა სამყარო, ესე გამოდის. სიტყვამ შექმნა სამყარო, მაგრამ სიტყვა ეს არ არის, როგორ თქვა, ადამიანის ენა კი არ არის ეს. დასაგებია ხო ეს. ეს სიტყვა არის საზრისი სტრუქტურა სამყარო. რადგან ჩემში ონტოლოგიურად ეს სიტყვა არსებობს, მე შემიძლია ჩემი სამყარო შეგვიძლია, შენ შეგიძლია შენი სამყარო. კი, მაგრამ ეს სიტყვა ბიბლიურად ერთი სიტყვა არის. ანუ რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა ქვეყნად. ანუ იაპონელს თუ, რა ვიცი, ჩინელს თუ, სომეხს თუ, ქართველს ერთი და იგივე რო იბადება, ერთი და იგივე სიტყვა ბადებს და ერთი და იგივე სიტყვა ანათლებს. ამიტომ სახარების ცნებები არ არის მარტო ერთი კულტურული მოცემულობის. სახარების ცნებები არის ზოგად კაცობრიული. შენ თუ სახარების ცნებები არ მიიღე, ვერ გადარჩები. რაც გინდა რაც არ უნდა შენი კულტურული მოცემულობა გქონდეს. ანუ სახარება არის გზა, სარკმელი რომ გადარჩე. ეგ სხვა გეტყოდა რომ ეს ქრისტიანული პოზიციებიდან, მაგრამ არსებობს არაქრისტიანული პოზიციები. არაქრისტიანული პოზიციები ქრისტიანობა მაშინ რატომ უკავია უნივერსალისტური პოზიცია, როდესაც შეუძლია სხვაც დადგეს ეს უნივერსალური პოზიციების სიმაღლიდან. აი პირობითად ბუდიზმი, ხო? ბუდიზმს შეუძლია ესე ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ხო ისე რომ ჩვენ კიდევ უფრო უნივერსალური პრინციპებიდან უნდა დავდგეთ, ხო? კი ბატონო, ქრისტიანობას აქ ყოველ შემთხვევაში უნდა ის მაინც განსაზღვროთ, რომ თქმა რომ ქრისტიანი რჩები მაშინ თუ ამბობ, რომ სხვებიც ისეთივეა როგორც მე და ისეთივე უფლება აქვს არსებობის როგორც მე და საერთოდ არ არის ჩემი ვალდებულება ვიქადაგო ქრისტიანობა და იმას თავის კონდეს მე ჩემი მქონდეს, მაშინ შენ ქრისტიანი აღარ ხარ. ხო. ანუ ქრისტიანობაში დევს ეს თავდაბალი პრეტენზია, რომ ეს ერთადერთი ფანჯარა რითიც შეიძლება გადარჩე. და ამ თავდაბალ პრეტენზიაზე უარის თქმა არ არის ტოლერანტობა, ეს არის პირიქით, არის ღალატი საკუთარი ხედვის. ბიბლიაში წერია რომ ორი კაცობრიობა იარსებებს მეორე მოსვლის შემდეგ, ხო? პერიოდში. ორი კაცობრიობა ეს, ანუ ორი კაცობრიობა ამ ონტოლოგიაში ჩადებულია. ანუ ის ქრისტიანი და არაქრისტიანი ამ გაგებით, ხო? ანუ ის რომ ვიღაცა აპრიორი იქნება არაქრისტიანი, ამას ბიბლია გვეუბნება ჩვენ. კი, მაგრამ ამის ასრულება ექნება თვითონ ამ ადამიანს. ესა საიდუმლოება, ესა თავისუფლების საიდუმლოება. ვინ დაუშვათ არ შეიძლება ადამიანი აცდეს არჩევანს. წარმართიც კი, ხო, იქ პავლე მოციქული რას ამბობს, რომ ჩვენში არის წარმართშიც კი, რომელიც მონათული არ არის, არც ებრაელი არის, იმასაც აქვს ეს
გულის ფიცარზე დაწერილი რჯულიო ამბობს. ანუ მორალური რაღაც პრინციპი, რაც როგორც ადამიანს ღვთისხატს ესმის რა არის კეთილი, არის ბოროტი. ამიტომ შენ არ არის აუცილებელი იყო, შენ არ არის აუცილებელი გეს სუბიექტურია. არა დროშიც იცვლება რა. პავლესთვის არ არის სუბიექტური. მაგალითად აი ავიღოთ უძველესი ტრადიცია, პახომიუსი ავიღოთ, იყო წარმართი ერთი რომაელი ჯარისკაცი და დააპატიმრეს სადაც ერთ-ერთ ბრძოლის მერე ტყვეთა იყვანეს და ხედავს რომ ვიღაცა ხალხი მოდის ეხმარებიან უანგაროდ რაღაცა საჭმელი მოაქვთ თან რისკიცა მათთვის იმიტომ რომ მოდიან სადაც პატიმრებს ეხმარებიან და პატიმრები ეხმარები შეიძლება შენ ასოციაციით შენს ამის დანაშაულ და აკიდონ რაღაცა და ესენი ვაშკაცურად მოდიან ეხმარებიან და გაუკვირდა ვინ ხართ ასეთი ხალხიო და ჩვენო ქრისტიანები ვართ და მე ეს პახომისი დაინტერესდა ესე იგი ასეთი ხალხი შეუძლებელია რაღაცა დიდ ღვთიურ სიკეთეს არ ემსახურებოდნენ და თვითონაც გაქრისტიანდა მე. იგივე ავიღოთ ხა პავლე მოციქული, რატო არის პავლე მოციქული, რატო გახდა ქრისტიანი? და ხედავს რომ თავისი ორგანიზებული ჩაქვეობა რო იყო სტეფანესი, ხედავს ეს კაცი ვისაც აქვავებენ, კი არ ბრაზო, კი არ ბოღმა კი არ აქვს იმის წინააღმდეგ, პირიქით იმათვის ზრუნავს, ვინც მას აქვავებს და აი ეს აწუხებს პავლეს დამასკის გზაზე რომ მიდის, ხედავს რომ მე ვდევნი ასეთ ხალხს, რომელიც ასეთ ღმერთს ემსახურებიან და როგორ შეიძლება მართალი ვიყო ასეთ ხალხთან რაღაც აი შინაგანი ბრძოლები უჩნდება ესე იგი რაღაცა ჩვენში არსებობს რაღაცა პრინციპები ჩადებული როგორც ადამიანში როგორც ღვთისხატში რითიც ჩვენ ვარჩევთ კეთილს და ბოროტს ამიტომ ეს არ არის როგორ თქვა კულტურულად განსაზღვრული კულტურები ამას ასახავენ მაგრამ კულტურები ამას არ განსაზღვრავენ ეხლა მეორე ეპოქის ვიტგენშტაინი რო იყო მეორე ეპოქის თავი ადრეულ ვიტგენშტაინს ერთიანი ენა უნდა და შეექმნა რაღაცა როდით რამის გამოხატვა შეიძლება ფილოსოფია და მე თვითონ აუცრუდა ამაზე გული და მე გადავიდა საერთოდ იმაზე რომ ყველაფერი განსაზღვრული ენობრივი თამაშებით ყველაფერი კულტურულად და ენებით არის ანუ რეალობა არ არსებობს ასეთია ყველაფერი ენები ქმნიან რეალობას და მე ამას არ ყიდულობ არ ვიცი როგორ არ არსებობს რა თქმა უნდა საბაზისო თანაცხოვრებისთვის აუცილებელი მორალური პრინციპები ანუ ის რო ხა თუ ადამიანები ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს ყრილობას დაეწევენ ისეთი ერთობა ვერ გადარჩება ზუსტად აი სტოიკოსებმა გადარჩენის პრობლემები არსებობს მაგრამ აი მაგალითად არსებობს მთელი რიგი ისეთი მორალური ფენომენები რომლებიც დროს ჩაბარდა ან იყო ეს რაინდული ან იყო სამურაების ან იყო სხვადასხვა ის რომელიც დროს ჩაბარდა აღარ არის მე და ლოგიკა ყანახოს ისტორიული ლოგიკა ყანახოს რომ ის მორალური სივრცე სადაც ჩვენ ცხოვრობთ რა თქმა უნდა რაღაცეები დარჩება ხა როგორც ყრილობასთან მიმართებაში დარჩება მოპარვასთან მიმართებაში როგორც დარჩება და ასე შემდეგ მაგრამ აუცილებლად ის რაც ჩვენ ახლა ჩვენ ბუნებრივი მორალი გონია ეს საუკუნეების განმავლობაში რა თქმა უნდა შეიძლება ეს არნიშნავს რომ უქმდება ანუ რას ვამბობ რომ რაღაცები რაც მიმაჩნდა შეიძლება რაც მიგაჩნდა ბუნებრივად ის აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ბუნებრივი უბრალოდ. ეხლა დუელანტური კულტურა ხო აღარ არის, მაგრამ დუელანტური კულტურა თვითონ დუელანტური კულტურის დროსაც ეკლესიის მიერ მაგალითად დაგმობილი იყო. და არ ითვლებოდა რომ ეხლა ღირსებაა შენ რომ დაუშვი კაი ფარიკაობა მაგრად იცი და იცი რომ სხვებზე მაგარი მოფარიკავე ხარ და მე ამ მეჯლისზე ხარ და ისე იქცევი რომ გამოწვევაც გინდა სხვის, იმიტომ რომ იცი რომ რაღაცა არ ვიცი, შენი სახელია რომ კარგ დუელში გახვიდე და ვიღაცა მოკლა არ ვიცი. ხო შენ ყასბობა არის დუელანტობა, როცა იცი რომ ასეთი განსხვავებები შეიძლება იყოს ადამიანებს შორის ფარიკაობაში დაუშვათ. მე სროლამ ცოტა როგორ თქვა, გაათანაბრა, თითქოს გაათანაბრა, არც ეგრე იყო. იმიტომ რომ სროლაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იცური და იქაც დიდი ოსტატობაა საჭირო. ამიტომ აპრიორი ცუდი არის ეს დუელანტობა. თუმცა ნებისმიერი ცუდი რამე, რომელიც არის პოპულარული და ძალა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე, რაღაცა კარგიდან იპარავს რაღაცას. დუელანტობაში რა არის კარგი მოპარული კარგია, ასოდაც კეთილი სამყაროდან. ის რომ ღირსება ადამიანის უფრო მეტი არის ვიდრე მისი ბიოლოგიური სიცოცხლე. ადამიანის ღვთისხატობა არ შეიძლება მისი ეს კეთოს ისა სამურაიც რო აი ბანზაის დაიყვირებდა და შეეჯახებოდა კამიკაძესავით მეორე სოფლიო ომის გული სხვა. კი ბატონო, ანუ ეს არ არის ანუ სიცოცხლეზე უფრო მეტი ფასოლობა რაღაცას აქვს. ეს არ არის მაგრამ ქრისტიანული არ არის მაგრამ ქრისტიანობა ამას სვავს სწორ როგორ თქვა სწორ და ღვთივ განათლებულ კალაპოტში და ისე ახლა ისლამური ისენი რა ქვია ტერორისტებიც რაღაცა თავის იმას მიყვებიან რაღაცა ძალიან საინტერესო სუსვენდი პასკალ ლოტასთან იყო ერთი შვეიცარიელი ჟურნალისტი სხვაშორის აკრძალული ჟურნალისტი გახდა ახლა რაღაცა წიგნი დაწერა რუსეთ-უკრაინის ომზე და საერთოდ აუგრძალეს რაღაცა ბანკიდან ფულის გამოტანა და
არა სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა მის წინააღმდეგ, რომ ასეთი წიგნის დაწერისთვის თან არ არის პროდუციული წიგნი, უბრალოდ ობიექტურად აფასებს ამ თავისი ჭკუით ომისაც დაწყების მომენტებს რაღაცა და ტერორისტები მაგალითად ჩვენ არ გვესმის ტერორისტების ლოგიკაო რა დასავლელებსო. და ტერორისტების ლოგიკა ის კი არ არის რომ მან მოგიგოს შენ. ტერორისტებისთვის ამ ისლამური ტერორისტების ფსიქიკაში არისო, რომ თვითონ არ დამარცხდესო. ანუ თვითონ იყოს მზად, მოკვდეს ამ ბრძოლაში და არ შეშინდეს ამ სიკვდილში. ამიტომ ის არის და ჩვენ რო ეს არ გვესმის ლოგიკაო, გონია რომ აი მოუკალით ეს ტერორისტი და მოვიგეთ და არა ის პირიქით ის გამარჯვებულად გზნობს თავს და ამიტომ მისი ფსიქიკა უნდა გაიგო რომ მასთან ადეკვატურად ებრძოლო. კარგი ძალიან გავს მე ვიკინგების ვალჰალას რა. კი ბატონო. ძალიან გავს და რატომ არ ესმის ევროპას ეს ცოტა უცნაურია და მისი ისტორია. ნუ ეხანდელ ევროპას არ ესმის შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ეხანდელ ევროპას შეიძლება არ ესმის. ყოველ შემთხვევაში აი ეს მომენტი რომ სიცოცხლეზე ბიოლოგიური სიცოცხლე მაღლა დგას რაღაცა და შენ თუ ეს არიპოვე როგორ შენ თუ არაფერი არა გაქვსო რის გამოც თავის გაწირვა შეგიძლიაო ასეთ სიცოცხლეს აზრი არა აქვსო აი ეგეთი მომენტი მაგრამ ეს ქრისტიანობას ეს აქვს ჩასმული სწორ ხედვაში ანუ რა ხედვაში რომ ხო მართალია შენ უნდა შეიყვარო ჭეშმარიტება შენ თავზე მეტად ხო იმიტომ შენ ხედავ რომ შენი თავი უნდა მოიძულო ჭეშმარიტებისა და ნამდვილ შენ თავს იპოვი ჭეშმარიტებაში და აქამდე უნდა მიხვიდე იგი აბოთვილი რომ დავინახო აბოთვილი რომ ნახო ხო რომ ამბობს შეგიყვარე ჩემ თავზე მეტადო ეს მარტო აბოთვილი კი არა ყველა ქრისტიანი ასე უნდა იყოს რომ თავის თავზე მეტად შეიყვაროს ჭეშმარიტება იმიტომ რომ ეს ჭეშმარიტება რაც გადაარჩენს ხო აი ეს მაგრამ ქრისტიანობა სულს მოწყალების მობიერების უაგრესიობის ხვის წინააღმდეგ აგრესიის შენი ცოდვების მიმართ უნდა წარმართო აგრესია და არა სხვა ადამიანების მიმართ. არ არის ჩვენი ბრძოლა სისხლის და ხორცის მიმართო პავლე ამბობს, არამედ აი რაღაცა უხილავი ძალების წინააღმდეგაა ჩვენი ბრძოლაო და აი ეს ბრძოლა გადასატანი, მაგრამ ეს როგორ თქვა, ობიექტურია და ეს ობიექტური მომენტია ადამიანის ონტოლოგიის. მაგრამ ეს ონტოლოგია სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვანაირადაა გამოხატული და რაღაცა სიკეთე არის თუნდაც იმ სუბკულტურებში. აი არ ვიცი, რო უყურებ ხოლმე ნათლი მამა ფილმი პირველი ორი ფილმი გადასარევი არის ძალიან კარგად გაკეთებულია შემდეგი ფილმები უფრო მორალიზატორული და ესე აი რა ქმნის ამ შარმს ამ მაფიოზების დაუშვათ ის რომ ვაშკაცები არიან ის რომ შეუპოვრები არიან ის რომ რაღაცა ანუ ცუდები არიან საბოლოო ჯამში იმიტომ ეს ყველაფერი რაღაც არის ავანტყოფურ საძაგელ სიტუაციაში მაგრამ თავისთავად ის ვაშკაცობა გამბედაობა რაღაცა შემოქმედებითო ეს ხიბლს იწვევს რაღაცა და ეს კეთილი სამყაროდანაა მოპარული იმიტომ რომ ვაშკაცობა კარგი არის სიმხდალე ცუდია და იმას კეთილი სამყაროდან აქვს მოპარული ეს ამიტომ იქნება ამის შარმი. გამოწვევაცა ეგეთი სუბკულტურები შემთვის რომ ქრისტიანისთვის რომ ის რომ ასეთ შარმს ქმნის თავის სუბკულტურაში შენგან მოპარული რაღაცით. შენ რომელსაც გეკუთვნის ეს თვის ნამდვილად ასე ვთქვათ, ხო, საკუთრივად. შენ რატო არ ქმნის შენი თავისგან არანაკლებ შარმიან ადამიანს? ეს არის აქ გისმენდი შენ და ძირითადად შენ აკეთებ აქცენტს ქრისტიან მოძრაობებზე და ამ შემთხვევაში შენ გადავედით ქრისტიანობაზე რაზე? იმიტომ რომ ლაპარაკობდით უნივერსალურ ონტოლოგიაზე. და უნივერსალური ონტოლოგია არსებობს და არ არის მხოლოდ განსაზღვრული შენი ენობრივი მონაცემებით. ამიტომ არის რომ ქრისტიანობა არ მათ ქრისტიანობა სტოიციზმი აიღეს. სტოიციზმიც ხდება ამას. აი სტოიციზმში იყო ეგ მომენტი რომ კი მე სპარსეთი დავიფყარი ალექსანდრე მაკედონელი ხო? მაგრამ მე ვხედავ აი სტოიციზმი და ეს გლობალისტური იმპერიის იდეა ერთდროულად განვითარდა. ერთი იდეური სამყარო იყო რაც სტოიციზმში და პირველ გლობალისტურ იმპერიაში, რომელიც არის ალექსანდრე მაკედონელის იმპერია და სპარსული იმპერია არ იყო გლობალისტური, ის იყო სპარსული კულტურისაც. აქ იყო სინკრეტული იდეა, რომ მე დავიფყარი სპარსეთი, მაგრამ ხედავ სპარსეთის ღმერთებიც რაღაც უნდა ავითვისო, კი არ გავანადგურო, კი არ გადავქელო, არამედ იმათგანაც რაღაცა ავიღო, რაღაცა რაციონალური პრინციპი იქაც არის, ლოგოსი აქაც არის, ამიტომ ყველგან ლოგოსი არის გაბნეული. ესე იგი უნდა შევკრიბო ერთად და ერთიანი დიდი სოფლიო კულტურა ჩამოვაყალიბო. ამიტომ ყველა ადამიანი სტოიციზმის აზრით და ალექსანდრე მაკედონელთანაც ეგა კოსმოპოლიტი არის. თავის ალექსანდრეს უნდა და საერთოდ ეს ფიზიკურადაც განეხორციელებინეს და დააძალა თავის ჯარისკაცს, მაკედონელ ჯარისკაცს, რომ აი ცოლებად მოიყვანეთ ბაქტერიელი და სოგდიანელი ქალები, რომ გენეტიკურადაც ახალი ერი შეიქმნას, რომელიც ამ ლოგოსის მიხედვით, ამ პრინციპის მიხედვით იმართება. ეს მერე რომის სამართალს გამოიყენა, რომის ლატიუმის სამართალი ძალიან რთული იყო იქ, დახუნძლული იყო რაღაცა ძველი
ლათინური კულტურული ფენომენებით, რაღაცა წინაპართა გადმონაცემებით, რაღაცა თავისი ძალიან სპეციფიკური სამართალი იყო ლატიუმში თვითონ, მაგრამ რომი რო ხდება იმპერია, მე უნდა დააწესონ მთელი ხალხისთვის კანონები და მთელი ხალხისთვის დააწესონ მარტივი კანონები, აგებული სტოიკურ პრინციპზე, რომ ლოგოსი ერთია მთელ კაცური, ყველას გვესმის, რომ ქურდობა ცუდია, ყველობა ცუდია, ius gentium, ანუ ხალხთა კანონი უფრო გამარტივებული არის, ვიდრე ეს ლატიუმის კანონები. იმიტომ ის გასაგებია ყველასთვის. ხო, მაგრამ აქ ერთი კონტრარგუმენტის მოვიყვან. პირველი ის რომ ყველა ესეთი სისტემა ეფუძნება ძალაუფლებას, ანუ რომაულის და ალექსანდრე მაკედონელის, როდესაც შენ ქმნი იმპერია, შენ გჭირდება ახალი იდენტობა, შენ აღარ გჭირდება შიდა დაყოფები, როგორც ეს აქამდე იყო, ეს ერთი მომენტი. მეორე, როდესაც რომი ხარ შენ სხვას თრგუნავ და უარყოფ. შენ ერთადერთი სინათლე რომი მიგაჩნია. და დანარჩენი მიგაჩნია, რომ შენ ცივილიზაცია შეგაქვს. და ამ ცივილიზაციის შეტანას როგორც წესი, ეს ყველაზე არახუმანური მეთოდებით ხდება, როგორც წესი. არახუმანური მეთოდებით ხდება. და მესამე, ანუ შენ სხვის რეალობას ანგრევ ამებით. ანუ შენ რეალობას ამკვიდრებ მხოლოდ იმით, როდესაც შენ სხვის რეალობას, სხვის კულტურას, სხვის წარმოდგენებს სრულად აგრ მაგის ყველაზე კაი მაგალითია ქრისტიანობაზე მეტად რომაელები ებრძოდნენ კელტების დროიდულ იმას, რა ქვია, ცივილიზაციას და კულტურას, ეგრევე ვთქვათ, ცივილიზაცია ხამაღანი ნათქვამია, კულტურას. და იქ დევნიდნენ და პრაქტიკულად გააკრეს. ომები იყო, ვერსინჯეტორიქსი და რა ვიცი. ხო, გააკრეს, ეს არ იყო მარტო გალების დაპყრობა, ეს იყო მათი კულტურის აბსოლუტურად მოსპობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ანუ იმის გამო, როდესაც შენ აცხადებ პრეტენზიას, რომ შენ ხარ უნივერსალური, შენ ავტომატურად მოგიწევს ხვის რეალობების განადგურება. შენ ყოველ შემთხვევაში ისტორიული მაგალითები ამას შენ გიჩვენებ. შენ მოგიწევს სხვისი დაჩაგვრა, შენ მოგიწევს სხვას აიძულო, რომ თქვას უარი საკუთარ კულტურულ ფესვებზე. ამის მაგალითი შემიძლია მოიყვანო უამრავ, მაგალითად ისლამური გლობალიზაცია. ისლამური გლობალიზაციას მოყვა არაბიზაცია. არაბიზაცია ეთნიკურად რო შეადარეს ახლა არაბული სამყარო. ძალიან მცირე ხალხი ცხოვრობს ეთნიკურად არაბი სირიაში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ასე შემდეგ. ისინი არიან არაბიზებული აბსოლუტურად კულტურული ფენომენებით. ანუ მათ დააკარგინეს ადგილობრივებს იდენტობა და აიძულოს საკუთარი იდენტობა, ესე იგი, თავს მოახვიეს რეალურად. ეს ძალიან ცუდი არის, მაგრამ ეს ხო მორალური კატეგორიის მიხედვით კი არ გეუბნებით, ცუდია თუ კარგია. არამედ მე ვამბობ, რომ მე ამაში ვხედავ ისტორიულ ლოგიკას და კანონზომიერებას. როდესაც შენ უნივერსალიზმის პრინციპებს, ესე იგი, შენ ღირებულებებს აძლევ უნივერსალიზმის პრინციპებს, როდესაც ამბობ, რომ მე ყველა ადამიანს უნდა კომუნიზმი პირობითად, ან ყველა ადამიანს უნდა ლიბერალიზმი, ან ყველა ადამიანს უნდა რაღაც იდეოლოგია, შენ ავტომატურად მოგიწევს იმ ადამიანების დადგუნვა, განადგურება, რომლებსაც არ უნდათ ეს. მაგრამ მეორე მომენტი არის, რომ იგივე სტოიციზმში, იგივე ბერძნულ ფილოსოფიაში, მარტო ბერძნულ ფილოსოფიაში, აი ბერძნების ამ დამოკიდებულებაში, თუნდაც ჰომეროსთან ან ტრაგიკოსებთან, ესქილეს მაგალითად აქვს სპარსელები ეგეთი დრამა, სადაც როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ ბერძენ სპარსელთა ომი ბერძენმა, რომელიც ებრძოდის სპარსელებს, თვითონ იყავ პლატეას ბრძოლის მონაწილე და სპარსელებს ებრძოდი და საფლავზეც გიწერია, რომ ის კი არა, რომ დიდი დრამატურგი ვარ და ამდენი დრამა მაქვს დაწერილი, არამედ აი ეს მე ისა ვარ, ვინც მიდიელებს ვებრძოდი. ასეთი ადამიანი წერს დრამას, სადაც სპარსელების თვალსახედვით განახებენ ქსერქსეს ტრაგედიას და ქსერქსეს დამარცხებას და მათთან აუგზნობს და ამბობს, რომ თითქოს ქსერქსე იმიტომ დაეცა, რომ ის აღარ მისდევდა გონიერებას, ის გახდა ამპარტავანი. მან გაშოლტა ზღვა ჰელესპონტი და ამიტომ დაისაჯა ღმერთებისგან და დარიოსის აჩრილი ამოდის, რომ სიკეთის და ლოგოსის და რა ვიცი, სიბრძნის მატარებელი და ამბობს, რომ აი გადარჩება სპარსეთი მაშინ, როცა ეს გონიერებას თუ დაუბრუნდებიან, თორე სპარსელები, თორე თუ ასე თავზე ხელაღებული იქნება და ამპარტავნობას გადაყვებიან, მაშინ მთელი ქვეყანა შეიძლება დაინგრეს ამ ამპარტავნობას. ეს ილიადის კულტურაა პრინციპში, როდესაც მოწინააღმდეგე არა დემონიზებული. ხო, აი ზუსტად ილიადას მთელი სიბრძნე მაგაშია, რომ ყველაზე მეტად ვისაც ვერ იტან, ყველაზე მეტად დემონიზირებული ვინც ყავს და აი რო ეხა არის პოლიტიკური პოლარიზაცია, ისეთ პოლარიზაცია ვის უნდა ქონოდა ტროელებს და ბერძნებს რო ქონდა და პრიამოს და აქილევს, მაგრამ აი პრიამოსი და აქილევსი შეარიგა ჰომეროსმა ბოლოში და ერთმანეთი დაანახა ახალი რაღაცა შეცვლილი თვალით. პრიამოს ხედავს
აქილევსი როგორც თითქოს მამამის პელევს და პრიამოსი ხედავს აქილევს როგორც ეს ადამიანი თუ ღმერთია საერთოდ. აი ახალი რაღაცა ხედვის კუთხე გაეხსნათ ერთმანეთზე და რაღაცა ახალი სამყარო შექმნეს. აი ეს არის ბერძნების დიდი ხედვა რომ კაცობრიობა ერთი ვარ და ის იდეა რომ კაცობრიობა ერთია ეს უფრო დიდი ხედვა არის ვიდრე თქმა იმისი რომ ყველანი ცალ-ცალკე ვარ და რავი გერმანელები სლავებს სკლავებს უწოდებდნენ რაღაცა მონები და რაღაცა სლავები გერმანელებს ნემეცებს ანუ რომელიც ლაპარაკი არის ის ბერძნები ამ სხვა ტრადიციას ვამბობ ხო ეხლა რომელიც ამაღლებულ ტრადიციაში არის ბარბაროსები იმიტომ ბარბარ ის ადამიანის არ არის მაგრამ ესენი აი დიდი ბერძენი მოაზროვნეები ხედავენ რომ კაცობის ბუნება ერთია პლატონი რო იკვლევს ადამიანის სულის მოწყობილობას ის არ იკვლევს ბერძენის სულის მოწყობილობას ადამიანის სულის მოწყობილებას ხო მაგრამ ერთი შეკითხვა ყოველთვის როდესაც ეს ფილოსოფოსები ქვიან ადამიანის რაღაც სულზე ან ბუნებაზე როდესაც საუბრობენ როგორც ეგ არის მათი წარმოდგენილი ადამიანი ანუ მარტივად ეს აი კრიტიკულად რო თქვა პლატონი რო ყოფილიყო პირობითად ძველ ჩინეთში მით შეიძლება ადამიანი საერთოდ სხვანაირად ყოფილიყო აღწერილი ანუ აქ თავარი მომენტი არის ის რომ პირველად აღწერა აი რუსოს ბუნებრივი ადამიანი რაც არის ხო ეს ხო ექსპერიმენტული ადამიანი ეს ხო ნამდვილი ადამიანი არ არის არანაირი ბუნებრივი ადამიანი არ არსებობს როგორც ესე კი ბატონო რუსოს აღწერილი ადამიანი კეთილი ველური ხო რა თქმა უნდა კონსტრუქტი არის კონსტრუქტია აბსოლუტურად ანუ იმის თქვა მინდა საბოლოო ჯამში რომ კი მესმის რომ ეგ აბსოლუტურად ჩაკეტილი კულტურები ვერ იარსებებს მესმის რომ აიც პრობლემა არის ეს და უნივერსალიზმის რაღაც დოზა კაცობრიობას ჭირდება ეს მესმის მაგრამ უნივერსალიზმს ყოველთვის აქვს ერთი მნიშვნელოვანი მინუსი ის ყოველთვის აჭარბებს საკუთარ შეიძლება ეს ხდებოდეს და ხდება კიდეც და ძალიან ცუდია რომ ხდება პოლიტიკური ჭრილში მაგრამ მეორეს მხრივ არის ამ უნივერსალიზმში დიდი სიბრძნე მაგალითად იგივე რა ვთქვათ რომის უნივერსალიზმი შეიძლება თქვა რომ ძალადო და საკულტურაზე არა რომ ნახოთ ახლა რომში მაგალითად ჰადრიანე იმპერატორმა აკრძალა ადამიანის ხელშეწირვა აი კანონით ხო ჩვენთანაც მეფე რევმა დაახლოებით იმ დროს აკრძალა ადამიანის ხელშეწირვა როგორც ჩანს ერთიანი სივრცე იქნება სადაც ვიღაცამ უკეთესი რაღაცა მოიფიქრა კაცობრიობისთვის და შენზეც გავლენას ახდენს შენ ის მინდო კი არ შეცვალ იმან იძალა და ამ შემთხვევაში შენ ნახე რომ იმან რაღაც კარგი გააკეთა და შენ შეცვალ არსებობდა და არსებობდა არქეოლოგიურად დასტურდება კულტურები სადაც საერთოდ არ იყო ეგ ეს ადამიანის ხა მეორე დავუშვათ ახლა ინგლისის კოლონიზაცია ძალიან ცუდია ძარცვავდნენ ინდოეთს რაღაც მეორე ხმა ინგლისელები რომ ჩავიდნენ ნახეს რომ სატიქვია ხო იმას რომ ქალს წვავენ ქმართან გარდაცულ ქმართან ერთად ახლა ინგლისელები აღშფოთდნენ ამაზე და აი ეს აკრძალეს და ველურ წესად გამოაცხადეს და სწორი იქნეს იმიტომ რომ ველური წესი არის არ უნდა გერიდებოდეს შენ რაღაცა თუ ველურია სხვაგან და არასწორია და შენ ხედავ რომ ცივილიზაციურად ეს ცუდია ეხლა შანთით ამოწვა და ეხლა ხოცვა დაუწყო იმ ხალხს არა მაგრამ რაღაცნაირად იქადაგო მაინც ან ათშენო რომ ეს არ შეიძლება ასე ადამიანის დაწვა როგორ ადამიანის დაწვა და რაღაცა გონიერება უფრო ძველი იმასთან რო არის ხო ვოლტერის ზადიქში არის რომ რატო გინდაო რომ დაგწვანო შენი ქმარის ცხედარზეო და არაო და აბა რატო უნდა დაგწვანო იმიტომ რომ ჩვენი უძველესი წესი არის გონება ხო უფრო ძველი არისო ანუ გონება აი ეს გონება უფრო ძველი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გონება კიდე მთელ კაცობრიობაში თარგმანებადია ანუ ეს ლოგოსი თარგმანებადია ერთმანეთის ენაზე ამიტომ ჩვენ ყველანი გრძნობთ რა არის უსამართლობა რა არის სამართლიანობა ამიტომ არის რომ ერებსაც ერთმანეთის მიმართ აქვთ რაღაცა საპატიებელი თუ რაღაცა ბრაზები ერთმანეთის წინააღმდეგ იმიტომ რატო გვაქვს ბრაზი იმან დამიშავა მე არავის არ უყარს რომ რაღაცას დაგიშავა მაგრამ აი წარმოვიდგინე მაშინ სხვანაირად შეტაკისო მე ვარ წარმოვიდგინე ლიბერალი ქართველი ლიბერალი რომელსაც აქვს უნივერსალისტური წარმოდგენა ადამიანის უფლებები ყველას მილიონის სქესი არსებობს რა ვიცი ეგას ადამიანის უფლება არის ან ჩემი უნივერსალიზმით მოვიდე გახოთავს მე ვამბობ სრულ უნივერსალიზმია მე გეუნები იმიტომ რომ ესეთი გაგება თავისუფლების რომ თავისუფლება ნებისმიერი თვითგამოხატვის შეუზღუდავი უფლება და ეს არის ერთადერთი ონტოლოგიური თუ აბსოლუტური მეტაფიზიკური წერტილი და ღირსების და ასა არ ვიცი ფასეულობის მეგობრებო არ არის ეგრე რით იმაზღვევ ანუ ის თქმა შენ
გეუბნება რომ აი ევროკავშირმა ესე მიიღო. შეერთებული აი დარდი თუ არ მიიღო ხარ შენ უნივერსალიზმს ხო ყოველთვის აქვს ცენტრი. არ არსებობს უნივერსალიზმი ცენტრის გარეშე. თუ ქრისტიანობას ავიღებთ, ესა იერუსალიმი, ან ზოგადად მე გააჩნია რომელი ქრისტიანობა. ქრისტიანების ახარება. თუ იმას ავიღებთ, რა ქვია, რომაულ უნივერსალიზმს, ესა ქალაქი რომი. თუ იმას ანუ ეგრე ქრისტიანობას არ აქვს ეგეთი ერთი წერტილი. იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში რომ უნივერსალიზმი იშლება ესე არსებობს მაგალითი და შემდეგ არსებობს დანარჩენზე გადადის, ხო? მაგალითი ამ შემთხვევაში ლიბერალური უნივერსალიზმის არის ევროკავშირის პოლიტიკა. პირობიტა. რომ შეიძლება არ მოგწონს, შეიძლება მიგაჩნდეს ეგ თუ ევროკავშირის პოლიტიკა გამოაცხადე ასე ვთქვათ, უპირობო ჭეშმარიტება და არ არის გამოცხადებული? ნუ ძალიან ცუდ გამოცხადებულია. მე ჩემთვის არ არის გამოცხადებული, მაგრამ ეხა ვისთვის არის გამოცხადებული, არ ვიცი. ცუდ კარგზე კი არ ვამბობ. იმას ვამბობ, რომ მათი ლოგიკა არის უნივერსალიზმზე აგებული. გეთახვევი, მაგრამ ცრუ უნივერსალიზმია და იმიტომ. ხო, მაგრამ შენი უნივერსალიზმი აღარ არსებობს იმ გაგებით, რა გაგებითაც. კი ბატონო, დევნილი უნივერსალიზმი. აი ძალიან კაი ის არის, ძალიან კაი ბლოგები აქვს, ერთი არის ეგეთი ამერიკელი კათოლიკე არის რობერტ ბარონი. ეპისკოპოსი არის. და ფილოსოფიურად ის ლექციებია და ამასო ძველ დროშიო იყო ფასეულობად აღიარებულიო სიბრძნე, სიკეთე, ვაჟკაცობა, ესეთი რაღაცები იყო სიკეთე. და დღესო სიკეთე დაცხადებენ, რომ ახალი სამბარო არის. Diversity, inclusion, diversity, equity, inclusion. და ეს სამი ახალი სამება გაჩნდა რა და ესა ფსევდო აბსოლუტი არის. იმიტომ რომ ინკლუზია არ არის აპრიორი სიკეთევა, აი ძალიან კარგად ინკლუზია რატო არის აპრიორი სიკეთე? მე უნდა ვიცოდე ვის უკეთებ ჩემთან ინკლუზია. შეიძლება ძალიან ცუდი ტიპი იყოს და მე უნდა სიბრძნით განსაზღვრო, შემოვიყვანო თუ არ შემოვიყვანო. და თუ მეუბნებიან რომ შენ ვალდებული ხარ იდგენსასწავლო სიმრავლე და შემოიყვანო აუცილებლად და ეს თავისთავად კარგია, მაბატია, მაგრამ ასე არ არის. მაშინ მე თრგუნავ შენ აზროვნებაზე მაღლა აყენებ რაღაცა იდეოლოგიას. და მე თუ მიგძალო რომ ვინ შემოყავს ამ ინკლუზიაში? ან მრავალფეროვნება რატო არის თავისთავად კარგი? Diversity რატო არის თავისთავად კარგი? Diversity შეიძლება იყოს ცუდიც და კარგიც და მე უნდა გავცხრილო ცუდი კარგისგან თუ გონიერი ვარ. ეს არის ტრადიციული მორალი, ეს არის რომ მე სანამდე თავისუფალი ვარ, სანამდე თავისუფალი არჩევნას წინ უძღვის აზროვნება. აზროვნების გარშე თავისუფალი არჩევანი არა, თავისუფალი არჩევნის აზროვნება წინ უძღვის, რომელსაც უნდა დაადგინოს ალტერნატივა და ალტერნატივის ფასეულობა განსაზღვროს. ამის მერე აქვს აზრი თავისუფალ არჩევანს. Freedom is a good horse, but horse to drive somewhere. თავისთავად თავისუფლება აქ არის ერთი ჩვენთვის სხვა პრობლემაა, ჩემთვის არის ის პრობლემა, რომ ეს ინტელექტუალურ დისკუსიებში ხო არ დარჩება. ეს ინტელექტუალურ დისკუსიებში არ რჩება, ესა ძალაუფლებრივი საკითხი. ძალაუფლებრივი საკითხი რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი არსებობს რაღაც უნივერსალური ძალა, რომელსაც უნივერსალური ინსტიტუტები უმაგრებენ ზურგს, უნდა დახვდე, უნდა წინააღმდეგობაა საჭირო. და წინააღმდეგობა ლოკალიზმის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ნებისმიერ ადგილას, სადაც შენ ხარ, ამას უნდა შეეწინააღმდეგო. ლოკალიზმი ქართულ შემთხვევაში არის ის, რომ თავი დამანება ეს არის. მე მაქვს ჩემი ტრადიციები, ჩემი ღირებულებები და შენ თავი დამანები. ანუ აქ მე არ გამოვდივარ უნივერსალიზმის ენით. არ გამოვდივარ მე მაქვს ჩემი ისტორია. ამ ისტორიაში მე არ მჭირდება შენი ისა რა ქვია. შენი პრობლემები ჩემ ისტორიას არ ეხება. ხო, შენ DNM-ში ჩაჯდა ისე ევროპის ისტორია განვითარდა ისე, რომ შენ DNM-ში ჩაგიჯდა თანდათანობით ის იდეა, რომ არ არსებობს ონტოლოგიური ჭეშმარიტება და ერთადერთი აბსოლუტი არის, ამიტომ პრივატული სივრცე და თავისუფლების გამოხატვა ამ პრივატულ სივრცეში კანონის ფარგლებში. ესაა შენი რელიგია. მაგრამ ეს რელიგია ასე ვთქვათ, კვაზი რელიგია. მაგრამ საქართველოში ეს პროცესები არ მოხდარა ჯერდი, ამიტომ რაც ტრადიციული ძალიან ღრმა ხედვა დარჩა, რომ თავისუფლება და ჭეშმარიტება ერთად უნდა იყოს. არ შეიძლება ამათი რაღაცა გაგლეჯვა ასე და ჭეშმარიტება არსებობს და თავისუფლებასთან დაკავშირებული არის და ინტუიციის დონეზე ამას ხვდება ქართველების უმეტესობა. თუნდაც ისინი ვინც ეკლესიაში არ დადიანან ბიბლიას არ კითხულობენ, მაგრამ რაღაცა ტრადიციული ეს განცდა ხედვა ასეთი აქვს, მოცემულობა, რაღაცა რომელიც საპირისპიროა შენი მოცემულობის. ახლა შენი მოცემულობა გინდა გაავრცელო ჩემზე როგორც ერთადერთი ისტორიის სწორხარეს დგომა და რაღაცა რა თქმა უნდა მიიღებ გამოსავალს რა შეხედა. გამოსავალს წინააღმდეგობაში. წინააღმდეგობა რას ნიშნავს? მაგ მაინტერესებს. მე ჩვენთვის წინააღმდეგობა ნიშნავს იმას, რომ
ან ერთი ვერსია იმარჯვებს, ძლიერ- მეორეს რეპრესიას ახდენს, ან მეორე ქრისტიანობა ჭეშმარიტია და ქრისტიანობაში გაძლიერებაში. მოდი ქრისტიანობა როგორც კი სახელმწიფო რელიგიად ხდება, ის იწყებს დახურვას მისი მე არ ოპონენტების. მე სახელმწიფო რელიგიაზე არ ანუ მე ვლაპარაკობ როდესაც დომინანტური ცივილიზაციური ის ხდება, პატერნი ხდება როდესაც რაღაცა. რუსეთის იმპერია არის, კაი მაგალითად, რუსეთის იმპერია იყო სახელმწიფოებრივი რაღაც იმპერიული ქრისტიანობა და ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, ისეთი დეგრადირებული იყო ქრისტიანობა, იმდენად გაყალბებული იყო ყველაფერი და დოსტოევსკი ამბობდა, ეკლესია არის დამბლადაცემულიო რუსეთის, იმიტომ იმდენად რაღაცა კომფორტული გახდა და სახელმწიფო იმპერიულ სამსახურში რომ ხალხმა დაკარგა აი რეალური ნდობა ეკლესიის, ანუ კრიზისი იყო დიდი. ეკლესიის აი ეს განსახელმწიფოებრივობის გამო. და აი მე ვლაპარაკობ ცოცხალ რწმენაზე, როცა ადამიანს ენატრება ღმერთი, უნდა ჭეშმარიტების შეცნობა, წყურია ჭეშმარიტება, ნეტარ არიან, რომელთა შიოდესაც წყუროდეს ჭეშმარიტების. ასეთი ხალხი ბევრი თუ იქნება და საქართველოს აქვს შანსი, რომ ბევრი ყავდეს ასეთი ხალხი, იმიტომ რომ აი ეკლესიები აღია, არის მიცდომა ლიტერატურაზე, არის ახალგაზრდები დადიან ეკლესიაში და ამას თუ ექნება კარგი განვითარება, მე არ ვამბობ აუცილებლად სახელმწიფოებრივი რაღაცა. მე სახელმწიფოს უნდა იზრუნოს ამაზე, კი რა თქმა უნდა, ამ ასეთ ცოცხალ ტრადიციაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს არ დაგეხმარება, უნდა იყოს პირადი გმირობა. პირადი გმირობის მაგალითები უნდა აჩვენონ ქრისტიანობა და ერთი მაგალითის გარშემო, რაც როგორც აი თოვლის გუნდის გარშემო კიდე დაგროვდება კიდე რაღაცა, კიდე მეტი გაჩნდება და ესა ერთადერთი საპირწონე იმისი, რომ არ მოხდეს მართლაც სრულ იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, დომინაცია რაღაცა. მე ხედავ ამას პოსტმოდერნ დისკურსში. თუ მოდიხარ შენ როგორც ისე რომ არსებობს მრავალი რეალობა, მაშინ ჩემი რეალობაც ერთ-ერთია, კი ბატონო, ჩემი რეალობაც ერთ-ერთია, მაგრამ ჩემი რეალობაც იმდენად ლეგიტიმურია, როგორც შენი რეალობა. და კანონის განზომილებაში, კი ბატონო, კანონის განზომილებაში არ გერჩი. კანონი, რა თქმა უნდა, შენი ხედვის უფლება გაქვს კანონის ფარგლებში, მე ჩემი ხედვის უფლება მაქვს კანონის ფარგლებში, მაგრამ შენ თუ დააპირებ შემოსვლას ჩემს ძალიან შინაგან სულიერ სივრცეში და მეტყვი საერთოდ უნდა გააუქმო რაღაც კატეგორიები, რაც შენთვის წმინდათა კატეგორიები და ონტოლოგიური კატეგორიები და მეტყვი რომ თვითონ სიტყვა ონტოლოგიის ხმარების უფლებაც კი არა გაქვს, იმიტომ რომ ეს უკვე არის ძალადობრივი დისკურსი, როგორც უყვართ ეს ლაპარაკი. რამდენჯერ ნახსენებია, არ ვიცი, სიტყვა დისკურსი, ალბათ ვარსკვლავი არა, იმდენი წაში სულ დისკურსი. შენ თუ მეტყვი რომ თვითონ ის იდეა რომ ჭეშმარიტება, თვითონ სიტყვა ჭეშმარიტება უკვე ძალადობრივია და ეს ნიშნავს რომ შენ სიტყვა ჭეშმარიტებით მიგზადებ ახალ სტალინს და ახალ ჰიტლერს და რაღაცა და ნამდვილი ჭეშმარიტება არის კარლ პოპერის განსაზღვრული ჭეშმარიტება, რაც არის სინამდვილეში ანტიქრისტიანული ჩანაცვლება ჭეშმარიტების. კარლ პოპერი ჭეშმარიტებას ანაცვლებს ძიებით. როცა არ არსებობს წერტილი, სადაც შენ ჭეშმარიტებაში რომ მიაგნო. ყოველი მომენტი, სადაც ვითომ მიაგენი, ასე ვთქვათ, მიაგენი ჭეშმარიტება, არის ძიების ახალი მომენტი, არსად არ არის მასთან მომენტი, სადაც აი ტრადიციული ჭეშმარიტება რომ დავინახე და ვჭორეთ ჭეშმარიტებას. ეს აღარ არის. კარლ პოპერთან არის ჩანაცვლება ძიებით, აი ძიების იდეით ჭეშმარიტების, ტრადიციული ონტოლოგიური გაგების. და თუ მოიტყვი რომ მარტო ეს არის ჭეშმარიტება, ასე ვთქვათ, მზაკრული ჩანაცვლება ხდება ცნების, სიტყვა იგივეა, მაგრამ საერთოდ სხვა რაღაც გამოხატავს. მე გეტყვი არ ყიდულობ ამას, ბოდიში. აი ერთ იმას აი ტრადიციონალისტების გენონის და ევოლუციის ერთ თეორია მინდა წამოვაყენო და რამდენად ეთანხმები, რამდენად არ ეთანხმები. მე ვეთანხმები პირადად, რომ არსებობს 4 კატეგორიის სულიერი კასტა, ეგ არ არის სოციალური კასტა, ეს სულიერი კასტა და მათ შორის განსხვავება რა არის, რომ ანუ ისინი სახელებს უწოდებენ ქურუმი, მეომარი, ვაჭარი და მუშა. ქურუმი არის ის, რომელიც ხედავს, რომ რეალობაში აკლია საზრისი და ქმნის ამ საზრისს. და ესენი შეიძლება იყვნენ ფილოსოფოსები, ესენი შეიძლება იყვნენ იდეოლოგები, ესენი შეიძლება იყვნენ რელიგიური მოღვაწეები და ასე შემდეგ. და ამ საზრისის ინსტიტუტებს ქმნიან. ეს შეიძლება იყოს რაღაც აკადემია, შეიძლება იყოს ეკლესია, შეიძლება იყოს მეჩეთი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და შესაბამისად მათი მთავარი მიზანი არის, რომ ამ სამყაროში საზრისი, ოღონდ ისინი თვითონ ქმნიან, ამას შემოიტანონ საზრისი, ესე თქვა. მეორე არის მეომარი. მეომარი რა ტიპია? მეომარი არის ტიპი, რომელიც ხედავს, რომ ეს შემოტანილი საზრისი ყალბია. და მისთვის შესაბამისად რეალობა, რაც შეექმნა მან ქურუმმა, არის ყალბი. ის მუდმივად დაჯანყებულია, მას არ შეუძლია, რომ ეს იყალბე მიიღოს. ის შეიძლება რა ფიზიკურად შეიძლება არც ებრძოლოს, შეიძლება ინტელექტუალურად ებრძოლოს, მაგრამ არ იღებს ამ რეალობას რა. მაგრამ ამ მეომარს ყოველთვის პრობლემა აქვს. თუ კი მეომარმა გაიმარჯვა, ინცობა ის ვერ ჩერდება, იმიტომ რომ
ერთი დანგრევის შემდეგ ის რეალურ სამყაროს ვერ იღებს და მუდამ შემდეგ რეპრესიებზე გადადის. ან უნდა წავიდეს, ან უნდა ტირანი თვითონ გახდეს ტირანი. და მის გვამზე შემდეგ ახალი ქურუმი ქმნის ახალ საზრის, ანუ იმ საზრის, რომელსაც თვითონ ებრძოდა. მესამე ვაჭარი, რომელიც ხედავს, რომ ეს აზრის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, მას მატერიალურად უნდა გამოიყენოს, ერთ დღეს სოციალისტია, მეორე დღეს ლიბერალი, მესამე დღეს კიდე სხვა და მეოთხე დღეს კიდე სხვა იქნება. ნიღაბი აქვს მას. ჯაყო არის რა, ჯაყო ხან კომუნისტი რო არის, ხან ჟორდანიას მოხრე არის, ხან ის მოხრე, თავარი კარგად იყოს ეკონომიურად, თორე ზოგი შვილი მონათული ყავს, ზოგი შვილი არ აქვს მონათული და ყველასთან სალაპარაკო განმეორქოს, თუმცა თავისი ეს სოციალური სტატუსი მდგრადი და რაღაცა ძლიერი შემოშენებული კონდეს. ნუ ქურუმს უყალბებს სიწმინდა საზრის მეომარს უყალბებს ბრძოლას, ყალბობში მიხავს, ყალბი დაპირებებით, პროპაგანდით და ასე შემდეგ. და მესამე არის მუშა, რომელსაც საკუთარი ნარატივი არ გააჩნია ანძის ქურუმის, ანძის მეომრის, ანძის ვაჭრის ნარატივში, ესე ვთქვათ. და შესაბამისად ეგ იმდენად ანთროპოლოგიურად იმდენ განსხვავებული ხედვებია, რომ ეს სამი აბსოლუტურად განსხვავებულ ონტოლოგიურ რეალობებს ქმნის ამ დაპირისპირების ფონზე. შესაბამისად თუ შენ კასტურად უბრალოდ ხარ, სულიერად ხარ ის, ვინც აი უჯანყდება, ანუ მეომარი ხარ, ხო? ვერ დაინახავ რეალობას ქურუმის თვალებით. იმიტომ რომ ქურუმის თვალებით ყოველთვის დაინახავ ჩაგვრას, ყოველთვის დაინახავ რაღაც ესეთ манипуляციას და ყველა ეხლა რაცა შენ ამბობ, მისთვის იქნება ყველაფერი ეს манипуляცია. იმისთვის რომ ის დათრგუნოს და ის უნდა აუჯანყდეს ამ რეალობას. უნდა დაანგრიოს, რომ ახალი ცა და ახალი მიწა შექმნას. ესეთი სხვადასხვა ეს გაიდარ ჯემალი რო იყო, ის ამბობდა რომ ისლამიო, ამიტომ მეომრების ის არისო, იმიტომ რომ ისლამში არის რომ ყველაფერი უნდა დავანგრიოთ, რაც ძველი იყო, ახალი ცა და ახალი მიწა შეიქმნას. იმიტომ რომ ამ ყოფიერებაზე არ იქნება, ესე იგი, უკეთესი სამყარო, უნდა შეიქმნას. ეთახები ამ ეს რა თქმა უნდა პირობითი დაყოფებია, ჩემი აზრით, მაგრამ მე ვთვლი რომ არსებობს ეს ადამიანებს შორის ფუნდამენტური განსხვავება, რომ შერიგება მათ შორის პრაქტიკულად შეუძლებელი მგონია. მე მგონი აი კარგად გაგებული დემოკრატიული და საზოგადოების აი არც ლიბერალური და დემოკრატიული აი კლასიკური ლიბერალიზაცია ხია, ხო? აი ზუსტად ამას აკეთებს, რომ ფორმს ქმნის, ზუსტად ასეთებთან ყველას ფორმი არის, სადაც ყველა შეუძლია უნდა შეძლოს გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც სრულიად საპირისპირო იყოს establishment-ის, თავარი mainstream-ული აზრის, იყოს საშუალება ამ აზრის გამოთქმის და არ იყოს ეს აგრესია და დათრგუნვა ამ აზრის. აი, ეხლა შენ დაიწყე ბარგი, ჩემ წინააღმდეგ რაღაცა რო იყო დაუშვათ აგრესია. რატო იყო აგრესია? მე ვთქვი რომ ის კი არა, მე კი არ ვამბობ რომ დაუშვათ შენ არ დაუპირისპირდე რამეს, მაგრამ მოდი სანამ დაუპირისპირდები, თქვი რომ განვიხილოთ, რასაც უპირისპირდები, ის მართლა ესაა, რასაც ვამბობ, რასაც იარლიხსაც ვაკერებ, რომ ეს იარლიხი გახდეს მე ჩემთვის რაღაცა რევოლუციური და აგრესიული მოქმედების რაღაც საფუძველი. ეს იარლიხი მართალია თუ არ არის მართალი? კი არ ვამბობ, რომ შეიძლება მართალი იყოს, შეიძლება არ იყოს მართალი. მოდი დავსვათ ეს ფორუმი გავაკეთოთ, სადაც ეს განიხილება. მაგრამ აი ამის წინააღმდეგ იყვნენ, რომ აი ეს ფორუმი არ უნდათ. დემოკრატიულ ნამდვილ საზოგადოებაში, ნამდვილად დემოკრატიულ, აი კლასიკური გაგებით, ათენური დემოკრატია რაცაა, ხო? იქ არის იდეა, რომ შენ შეგიძლია ილაპარაკო ყველაფერი იმ რეგლამენტში, რაც მოგცა აგორამ. და შეიძლება ძალიან აღმაშფოთებელი რაღაცები ვთქვა, მაგრამ შენ ვალდებული ხარ მომისმინო ეს აღმაშფოთებელი რაღაცები, სანამ ჩემი რეგლამენტი არ ამოწურულა. ამოიწურა რაც წლის საათი იყო და წლის საათი სანამ დაიცლება, ვალდებული ხარ. აი, როც ქმუტავდე და ერთი სული გქონდა, რომ გამგლიჯო შუაზე, მაინც ეს წლის საათი გავალდებულებ შენ მოთოკო, შენი ენერგია, შენი ემოციები და მომისმინო. და ამიტანო. ეს კი არა რომ შემიწყნარო და შემიხუტო, არა, ამიტანო, ტოლერალე ნიშნავს ატანას, ამიტანე. და როცა ამიტან მე გაიგებ ჩემს ხედვას, ხო? მე შენ უნდა გამოხვიდე და შენც ვალდებული ხარო, ჩემ ხედვაზე გააკეთო რეაქცია, არა ემოციური მარტო რომ აი მე არ მომწა ეს ჩამოსაგდები ათომინემ არგუმენტით, ეს ის არ არის, ვინც რაღაცა. არა, ჩემ არგუმენტზე მიპასუხე. ევანე, ცოტა იდეალისტური ხარ უკვე, მე თვითონ იდეალისტური. აგე სოკრატე ყავდა მაგალითად, რომელიც კი, იდეალისტური. ძალიან კაი, სოკრატეს მაგალითად ძალიან კაი. სოკრატე ამბობს, რომ მე ვხედავ ხა ისეთი ფონია ჩემს წინააღმდეგ ამ ხალხისგან,
რაც არ უნდა დაუმტკიცო ლოგიკურად, რომ არა ვარ დამნაშავე და სისულელეა ბრალდებები და ამტკიცებს არაჩვეულებრივი არგუმენტებით, რომ ყველა ბრალდება სისულელე არის. მაგრამ ზოგადად წინასწარ ამბობს, რომ განწირული ვარო მაინც, იმიტომ რომ ფონი ჩემს წინააღმდეგ არისო, ძალიან ცუდი ფონი არისო, სიძულვის ფონი ჩემს წინააღმდეგო. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი რო არის გერმანული სხვა begriff ხო notion ხო აი ეს ცნება დემოკრატიის ითვალისწინებს ამას რომ ესეთი უნდა იყოს რომ შენ ვალდებული ხარ მომისინო ამიტანო გამიგო მე რას ვლაპარაკობ და რახან მე თქვი ჩემი სათქმელი გამოვხატე ბოლომდე უკვე შენ აღარ გექნება ის ფუფუნება რომ ამ სათქმელზე რაც ჩამიფარცხო და თქვა რომ ის არ ყოფილა სათქმელი უკვე ითქვა და აბა შენ პასუხი ამ სათქმელს ჩემზე კინო გადმოიტან ad hominem რაღაც სიძულულებს რომ ეს ის აი კეხიანი ცხვირიაგან რაღაცა და ამიტომ არც მოусმინოთ ამას და ეს ისა ვინც ეს არა თქვა ამაზე კონტრარგუმენტი მომიყვანე ჩემ არგუმენტზე ეხლა შეიძლება არ ვეთანხმებ მაგალითად ერთი რამდენიმე წლის წინ იყო რომ ლევან ვასაძე გამოდის ესეთი სიტყვა თქვა რომ სანამ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით ნატო არ მიგვიღებს და ამაზე იყო აღშფოთება როგორ გაბედა ამის თქვა რაღაც კი ბატონო აღშფოთება შეიძლება აღშფოთდე მაგრამ მე მაინტერესებს კონტრარგუმენტი ესე არის თუ არ არის ესე იმიტომ რომ ლოგიკა ამაში მესმის რომ სანამ ტერიტორიული პრობლემა აქვს აფხაზეთთან ოსეთთან ნატო რომ მიმიღოს და ნატოს წევრი გავხდე ნატო იქნება რისკის ქვეშ რომ მე ის შეერაღებული ძალით დავიბრუნო ეს ტერიტორიები ვეცადო და ამ დროს გადავიმტერო რუსეთი და ნატოს მოუწიოს რუსეთთან დაპირისპირება. ეს ლოგიკა მესმის, ამის კონტრლოგიკა არის, ამიხსენი. მაშინ შეიძლება მეც აღშფოთდე ამაზე, მაგრამ აი არ იყო ეს პირდაპირი აღშფოთება არგუმენტის გარეშე. აი ეს აღშფოთება არგუმენტის გარეშე უკვე არ არის ლეგიტიმური აღშფოთება. ეს უკვე აგებული რაღაც ემოციებს და ამიტომ შენ თუ არ შეგიძლია შენი აღშფოთება დაასაბუთო, მაშინ ეს ლეგიტიმური აღარ არის უკვე. დეკარტეს ვასწავლი სკოლაში დეკარტესთან არის რომ შენ ემოცია, ნებელობა, მაშინ არის ავთენტური და ნაღდი, როცა ის დაკავშირებულია ცხადად და ნათლად დანახულზე. სანამ ცხადად და ნათლად დანახულ გააზრებული არ აქვს, მაშინ რთავ ნებას, ეს ნება სინამდვილეში არის არაავთენტური და არანამდვილი და ცოდვის და შეცდომის შემოყვანი ნება. და ავთენტური ნება რომ მოვიდეს შენთან, ამისთვის პაუზა უნდა დაიჭირო დეკარტე ამბობს. უნდა გაჩერდე მაშინ ის აი ზუსტად ის შუქი რომელიც ჩემშია ხომ არ არის სიბნელე დაუსვა საკუთარ საკითხად და დეკარტე ამას ბოლო ყველა ესეთი რაღაცა ესეთი არაავთენტური ნებელობა და ვნება არისო ინდიფერენტობაო რომ დაუკვირდე კარგად გაგიაზრებინა შენ სინამდვილეში არ გინდოდა ეს არ იქნებოდი ასე ანთებული ამითი იმიტომ რომ ცხადად ნათლად ჯერ დანახული არ ქონდა და პირიქით შენ თუ მართლა გულით გწამს და გჯერა და დარწმუნებული ხარ რაღაცნაირად შინაგანი ინტუიციით რომ ეს მართალი უნდა იყოს არ უნდა გეშინოდეს დასაბუთების არ უნდა გეშინოდეს დასაბუთების ველში შესვლის ესა ჯონ სტუარტ მილს თუ კითხულობ ეს არის ერთ რაღაცას კითხვი შენ განიხილავ მოკლედ ამ საერთოდ დისკურსის სიტყვა არის დისკუსიას ხო როგორც ჭეშმარიტების ძიებას და ეს მე მგონი ჩემი შეცდომას უშვებ რომ ეგ არ არის ჭეშმარიტების ძიებისთვის ბრძოლა ეს არის ძალაუფლებრივი მომენტი ძალაუფლებრივი იყოს ასე მე უნდა იყოს მე აი begriff ხო აი notion აი ცნება ეს რატო წარმოიშვა დემოკრატიულ ქალაქებში ეს დისკუსიის იდეა იმიტომ წარმოიშვა რომ უფრო ამართლებს ვიდრე დიქტატორული გადაწყვეტილებები აი რუსთავები დემოკრატიული ქალაქები ესენი ხო სამეზობლოები იყო ესენი ხო პირადად იცნობდნენ ეხლა წარმოდე მე არ ვიცნობ ლევან გიგინეიშვილს არ ვიცნობ ნუკრი შოშიაშვილს საერთოდ არ ვიცნობ ისინი გამოდიან ტელევიზიით რაღაცას ამბობენ მეორეები რომლებიც შემთან უფრო ახლოს არიან აბა ღირებულების თვალსაზრისით მეორეები რომ ესენი არიან რუსეთის აგენტები მაგიტომ ამბობენ ისინი თავისთავად ისინი არ იტყოდნენ ამას აი ესე მეუბნებიან ესე მე ანუ თქო ესეთი საინფორმაციო მექნება მით უმეტეს შეუძლებელია ხა რომ თბილისის დონეზეც კი 1,300,000 ადამიანი ცხოვრობს ადამიანები ერთმანეთს ისწრებდნენ ყველა ერთმანეთს ისწრებდნენ შეუძლებელი ხა ათენში შეიძლება იყო ეს ერთი მომენტი ეს ნიშნულოვანი გამოსხივებელია ანუ შესაბამისად მე ადამიანებთან ურთიერთობა ცოცხალი არ მაქვს შენ შემთხვევაში მაქვს წარმოსახვა ეს გეთანხმები აი ეს პრობლემატური არის თვითონ პლატონ არისტოტელე ლაპარაკობდა რომ ესეთი დემოკრატია შეიძლება შედგესო სადაც 30,000-იან ქალაქშიო სადაც იცნობენ ხალხი ერთმანეთს და რაც საერთო ძალიან ახლო საერთო ინტერესებია ამიტომ მაგრამ
მაინც აი ეს ცნება დემოკრატიის დარჩენილი არის, სადაც შენ ფიქრობ ასე, რომ და ეხაც ეგრე არის. ნებისმიერი ბრძნული ნათქვამი სიტყვა არის აქვს რეალური ძალა, რომ გადაარჩინოს ქვეყანა. ამ პირიქით ისტერიულმა აზრმა დაღუპოს ქვეყანა. ამიტომ შენ გაქვს ეს რაცა ონტოლოგიური ასე ვთქვათ ინტუიცია რომ არის სწორი სიტყვა რეალობაზე, არის არასწორი სიტყვა რეალობაზე. ათენში ეხა რომ გამოსულიყო დემაგოგი და ეთქვა რომ მოდი ხალხო შევიარაღდეთ სპარტა ჩვენზე თავდასხმას აპირებს და სინამდვილეში იცი რომ ეს ამას რაღაცა ხმლების ბიზნესი აქვს და სინამდვილეში რაღაცა ფარების ბიზნესი და უნდა რომ იმიტომ შემგვაიარაღოს რომ თვითონ გამდიდრდეს. გამოვა ვიღაცა მე ორატორი და იტყვის ეს რომ სპარტაზე ამბობს რაღაცებს. სპარტას ჯერ სხვათა შორის საომარი აქვს მეგარასთან რაღაცას და ჩვენ მინიმუმ 5 წელი არაფერი არ გვემუქრება სპარტისგან და ეხა აკვადუკით არა ვიცი ბერძნებს წყლის მომარაგება რო არ გავაკეთოთ ათენში უარესი მოხდება ჩვენთან და მე დავუგუპებით საერთოდ ამიტომ პირიქით ეს რესურსები იარაღის ყიდვას უნდა მომდომოთ და უნდა წყლის მომარაგებას უნდა გავაკეთოთ და უცებ ხალხი აწონდა წონის და იფიქრებს ხო მართალია წყლის მომარაგება ეხა უფრო მნიშვნელოვანია 5 წელიწადი მინიმუმ მეგარა ყავს დასამარცხებელი სპარტას და მართალია აბა ხო ეს უკეთესი სიტყვა ეს სიტყვა გადაგვარჩენს ანუ ესა და მონარქიული გადაწყვეტილებები პირიქით უარესი იყო ხოლმე იმიტომ რომ ის მონარქი რაც ვეზირების ნათქვამს ისმენდა და მე მიიღებდა ავტორიტარულ გადაწყვეტილებას და შეიძლება დაეღუპა ასე ერთიანი გადაწყვეტილებით უდისკუსიო გადაწყვეტილებით თავისი ქალაქი აი იგივე რაც რუსთავის დემოკრატია არ მიიღო არისტოტელე და მონარქია მიიღო არისტოტელე. ეგაც ეგ მომენტიც არის. ნუ მიიღო რომ მონარქიამ არ მიიღო არისტოტელე. მონარქია მიიღო არისტოტელე როგორც ტუტორი ერთი პირის და არა საზოგადოების გარდაქმნისთვის. მაგრამ დემოკრატიამ არისტოტელეც და პლატონიც არ არიან დემოკრატიის მოწინააღმდეგეები, ისინი არიან დემოკრატიის პერვერსიის მოწინააღმდეგეები. დემოკრატია პლატონი რო ებრძვის დემოკრატიას კი არ ებრძვის, პლატონი ებრძვის დემოკრატიის ავად გამოყენებას. როცა დემოკრატია აღარ ემსახურება ჭეშმარიტებას, კრიტიკული აზროვნება, როცა თავისთავადი ხდება და ძალაუფლებას ემსახურება სოფისტებივით და არა ჭეშმარიტებას, ეს არის პრობლემა, თორე კრიტიკული აზროვნება საჭირო არის. ეხლაც გაფეთიშება არ შეიძლება კრიტიკული აზროვნების. ხანდახან აი კრიტიკული აზროვნება გაფეთიშეს. კრიტიკული აზროვნება ჭეშმარიტების შეცნობის ამოცანის გარეშე კერპი არის. ანუ კრიტიკული აზროვნება იმისთვის უნდა გინდოდეს, რომ ჭეშმარიტება სოკრატული ტრადიცია ეგაა. კრიტიკული აზროვნების თავარი ფუნდამენტი არ არსებობს დღეს. თვითკრიტიკულობა არ არსებობს. კრიტიკული აზროვნება, ასე მოწყვეტილი ჭეშმარიტების შეცნობის ამოცანას არის კერპი. კრიტიკული აზროვნება უნდა იყოს ამ ლოგოსის შუქზე ზუსტად. აი რასაც ავგუსტინე რასაც ამბობს. არასებობს, ანუ არასებობს აი თანამედროვე რომ არასებობს დეკონსტრუქცია თუ კონსტრუქცია არ არსებობს. რა თქმა უნდა. აი ისტორიაში ამას ვეჯახებოდი ისტორიის სახელმძღვანელოში და ბიჭო დააწეს დეკონსტრუქცია ისე რომ კონსტრუქცია არ არსებობდა ბავშვები ვერ გებულობდნენ აი ცოცხალ მაგალითს გეტყვი პირველ მსოფლიო ომის დროს ბიზანტია ვისკენ იყო რატომ? იმიტომ წინა თავის რო გადახედო შენ ვერ დაინახავს სად გაქრა ბიზანტია ეგ რამოდენიმე წლის წინ იყო ეხლა აღარ არის იგივე პრობლემა მაგრამ იმის თქმა მინდა რომ იმდენად ისე გაიდეალეს ეს დეკონსტრუქცია და კრიტიკული აზრი რომ დაიკარგა ეს ისე რა ქვია ქრონოლოგია და დაიკარგა ნარატიული ცარიელი და ფუყე ხდება თვითონ სიტყვა კრიტიკული აზროვნება თუ არ არის აგებული აი სიღრმისეულ რაღაცა ჭეშმარიტება რომელიც ასეთი მისტიურია ღრმა არის ასეთი რაღაცა ღვთიური არის შენზე მეტია და გეპატიჟება რომ შეიცნო რაღაცა ეს გემო თუ არა გაქვს ჭეშმარიტების რა გინდა გქონია კრიტიკული აზროვნება გინდა არ გქონია ჩატე და რა ფუყე რაღაცა არის აი ლევან ბოლოსკენ მივდივარ და აი მინდა რომ რაღაც შევაჯამოთ ეხლა როგორც მივხვდი, შეიძლება არასწორად მივხვდი და მინდა შემისწორო. შენ გაქვს იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც ბედავენ რაღაც ლოგოსის შუქზე მოფენას, ესე ვთქვათ, ისინი გადაარჩენენ ამ რეალობას. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს გადარჩენა, თანამედროვე საქართველოს თუ ეხება, გადის მაინც ვიღაცების დათრგუნვაზე. არა ფიზიკურად, არამედ იდეოლოგიური დათრგუნვა თუ არ იქნება ვიღაცა თუ არ თუ ისინი აღზრდელობით საკითხში განსაკუთრებით საგანმანათლებლო აღზრდელობით საკითხში მათ არ შეეზღუდებათ თუ მათ არ შეეზღუდებათ ელემენტარულად პროპაგანდის საშუალებები მე არ მჯერა რომ ეს გამოხვა რაღაცა სიტყვი და ამით რეალობა შეიცვალა ჩვენთან ჯერ არ არის ასე და ამერიკაში ეგ არის უკვე დაუშვათ მასწავლებელს რომელსაც შეუწყვეთ მასწავლებლობის რა გვაქვს suspension ქვია დროებით შეუწყვეთ მასწავლებლობის უფლებას იმიტომ რომ Black Lives Matter-ის რო იყო. ისტორია თავის კაბინეტზე გარეთ დაწერა All Lives Matter. და ეს იყო რასისტულია უთხრეს.
რატო იყო რასისტული? გამოხატა თავის პოზიცია, არ შეიძლება Black Lives Matter, კი ბატონო, კონტექსტი რაღაცა, რა მნიშვნელოვანი კონტექსტი. მე ვამბობ, არ შეიძლება ასე, იმიტომ რომ არ აქვს თეთრ ადამიანს ადამიანის ცოდვასთან ერთად კიდე დამატებითი ცოდვა, თანდაყოლილი დაბადებიდან, რომ თურმე შავკანების შაგრელი იყო და ეს მისი წინაპრები კი ბატონო აკეთებდა, მასზე რა შუაშია ეს და რატომ უნდა ჩათვალოს, მაგრამ მე დათრგუნული უნდა დავიბადო ორმაგი ქრისტიანი თუ ხარ ორმაგი ცოდვის ქვეშ ვარ, ხარ ადამიანის ცოდვის და კიდე რაღაცა თეთრკანიანების ცოდვის ქვეშ. ნუ ავანტყოფური რაღაცეები არის და აი ეს როცა ამ უნივერსალური ხედვით გამოდის ადამიანი და მას მე ასე თრგუნავენ და ეუნებიან რომ შენ სწავლების უფლება არ აქვს და რაღაცა ეს ძალიან ეს ახალი ტოტალიტარიზმი არის. ტიპი ამბობდა ამერიკელი ლექტორის ისტორია იყო რომ მაგალითად გამოდის ლექტორი და ამბობს რომ ბიზნესში წარმატება თუ გინდა გქონდესო პარაზიტი სიტყვები და მოიცილო მაგალითად რაღაცა ყველა ერას აქვს თავისი პარაზიტი სიტყვები. იცი რა რომ რაღაცა ის და მორჩა ხდება შენი ბიზნეს პარტნიორი რომ შენ დარწმუნებული არ ახარ და მოიცილო ეს სიტყვები და მოიყვანა სხვადასხვა ერების მაგალითები მაგალითად აი ჩვენ ამერიკელებს ეს გვაქვს რაღაცა ეს შორისდებული ასეთი ამას ეს არის ჩინელებს აქვთ ნაგაო და ორმა შავკანიმა უჩილა რომ მანო დაგვამცირაო ჩვენო ნაგა ნიგანეგას მიამსგავსეს და აი ეს ჩვენზე თქვა ეს რაღაცა რომ ეს პარაზიტი სიტყვა აქვს ჩინებს ჩვენ ეხა რეაქცია უნდა ყოფილიყო ამ ლექტორის ადეკვატური რომ თქვენ ხო არ გააფრინეთ მე ვლაპარაკობ ჩინურ სიტყვას რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს ამ ინგლისურ სიტყვასთან უფრო ლათინურ სიტყვასთან არაფერი კავშირი აქვს სულ სხვა ძირი აქვს სულ სხვა სემანტიკა და იმ სემანტიკაში რაც მე მოვყევი ძალიან სწორი ვთქვი იმიტომ რომ ჩინელებთანაც ეს პრობლემა არის ეს პარაზიტი სიტყვა აქვს ერთმანეთთან და მოვიყვანე როგორც მაგალითი თვალსაჩინობის ლექსის არა რახან ფონია შექმნილი ასეთი დაიწყო შახსევახსეი თავის როგორ მომივიდა ეს და ბოდიში და მეც აღარ ვიზამ ეს ლექტორი ეს ხო საშინელებაა ტოტალიტარიზმია მეტი რა არის ამიტომ ამასთან დაპირისპირება არის საჭირო პირველ დონეზე იქნება დევნა აუცილებლად იმიტომ რომ როცა DNM-ში ჩაჯდება იდეა რომ ერთ-ერთი აბსოლუტი არის თავისუფალი თვითგამოხატვა და ჭეშმარიტება აღარ არსებობს ყველა ადამიანი რომელიც რჩება იმ ხედვაზე რომ ჭეშმარიტება არსებობს და თავისუფლების ნებისმიერი გამოხატვა არ არის სწორი გამოხატვა და არის სწორი გამოხატვა და არასწორი გამოხატვა და მათ შორის იერარქიების დადგენა შეიძლება ასეთი ადამიანი ასეთი DNM-ის ხალხისთვის აუცილებლად ბუნებრივი მტერი იქნება ამიტომ მათი დამუნათება მოწყვეტა საზოგადოებიდან რაღაც 1000 რაღაცა დევნა მოკლაც იქნება როგორ და ბუნებრივი ამიტომ თუ ეს გამოაცხადა ღმერთად მარტო თავისუფალი თვითგამოხატვა იმიტომ რომ ონტოლოგია და ჭეშმარიტება აღარ აქვს და აღარ ცნობ საერთოდ ასტრამეს მაშინ ვინ ცნობს ის შენთვის ბუნებრივი მტერია და შენ ფიქრობ რომ მისი მოკლა უკვე კარგია როგორ არის სახარებაში რომ მოვა დრო როცა ისინი ვინც თქვენ მოგეკლავენო იტყვიან რომ ღმერთ შევწიროთ სხერფლიო კაი საქმე გავაკეთეთო აი ზუსტად ესაა თავისუფლების ამ უაზროდ გაგებული თავისუფლების ღმერთ შევწიროთ სხერფლიო ეგეთ ხალხს ვდევნით მოვიდა ეგ დრო მგონი უღრმესი მადლობა იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ფილოსოფიური გადაცემა დაწერეთ თქვენი მოსაზრებები აუცილებლად გიპასუხებთ იმედია ლევანიც შეერთვება ამ დისკუსიაში და გარკვეულწილად შეკითხვები დაასვით აუცილებლად რომ შემდეგში აუცილებლად გავცეთ პასუხი მადლობა ყურადღებისთვის მოვალ შეხვედრამდე